შვედეთში ჩვენი მოგზაურობისას დღეებში ღრმად დავინახეთ ერთი მამული, ადგილი, რომელიც მართლაც ასახავს ქვეყნის ისტორიას. ეს ისტორია დაკავშირებულია შვედეთის ერთ-ერთ უძველეს ინდუსტრიასთან, ხე-ტყის ჭრასთან. ჩვენ ვიპოვეთ დიდი მამული, რომელიც აშენდა 1800-იან წლებში, ოჯახის მიერ, რომელიც აქ ცდილობდა თავის გატანას. დროის განმავლობაში ამ მიწაზე რამდენიმე თაობა ცხოვრობდა და მუშაობდა. მათი ცხოვრება მათ გარშემო არსებულ ტყეებზე იყო დამოკიდებული. წლების განმავლობაში ინდუსტრია შეიცვალა. ხე-ტყის ჭრა უფრო ცენტრალიზებული გახდა, ხოლო ასეთი მცირე საწარმოები ნელ-ნელა გაქრა. ოჯახებმა ერთი მეორის მიყოლებით დატოვეს ეს ადგილი, სანამ ბოლოს მხოლოდ ერთი დარჩა. სახლში ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომლებიც ყველა ბოლო მაცხოვრებელზე მიუთითებდა. ქალი სახელად ნენი, ხანდაზმული ქალი, რომელიც აქ მარტო ცხოვრობდა დიდი ხნის შემდეგაც კი, რაც დანარჩენები წავიდნენ. როცა ის 2001 წელს გარდაიცვალა, ყველაფერი აქ დარჩა. თითქმის 2 საუკუნის ისტორია ჯერ კიდევ სახლს მიუფენია. დღეს ჩვენ შიგნით შევდივართ, რომ ნახოთ რა დარჩა აქედან. ჩვენს საყვარელ ქვეყანაში ვართ. ვაუ, მატარებელი მოდის. ეს ისტორიის ნაწილია. მაგრამ ეხლა იმ ქვეყანაში ვართ, რომლის დათვალიერებაც ყველაზე მეტად გვიყვარს, შვედეთში, და ჩვენ თქვენთვის ფანტასტიკური ადგილი გვაქვს. ეს სინამდვილეში უზარმაზარი ადგილია. მე ვერ ვწდები მის ზომას. მაგრამ როგორც ისტორიაში გაიგეთ, ეს ადრე მუშათა წისქვილი ან წისქვილის ქარხანა იყო. როგორ იტყოდით ამას? მე ვიტყოდი სახერხი. სახერხი. ეს იყო სიტყვა, რომელსაც ვეძებდი. და სახლები, რომლებიც აქ გვერდით ვხედავთ, იყო სახლები, სადაც ვფიქრობ, ქარხნის მუშები ცხოვრობდნენ. დიდი ალბათობით კი. ხო. ალბათ იმიტომ, რომ შვედეთი წარმოუდგენლად დიდია. და თუ მუშებს ყოველდღე მოუწევდათ სამსახურში მოსვლა, იმ დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანები ასე გავრცელებული არ იყო, ეს ჯოჯოხეთური მგზავრობა იქნებოდა, განსაკუთრებით ზამთარში ბიჭებო. ხო, გინდა შიგნით ნახო. ხო, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც. ხო, მგონი ისინი ძირითადად ესნაირებია. სავარაუდოდ თუ ისინი მუშებისთვისაა, ხო? ხო. შეგიძლია ნახო, როცა შიგნით შეხვა. კარგად ხარ? ხო, ეს ცოტა ცუდ მდგომარეობაში ჩანს. ხო. ისინი, ჩემი აზრით, 10 წლეულებია, არ გამოუყენებიათ. ხო, ძალიან უბრალო სახლი იყო. ყველა საჭიროებით, რაც ქარხნის მუშას დასჭირდებოდა. მაგალითად, იქ ღუმელი იყო, სამზარეულოს მსგავსი ადგილი, აქ კი დასაჯდომი სივრცე. საკერავი მანქანა. ბუშკევარნა? ბუშკევარნა. ხო, შვედური ბრენდია, მეგობარო. ლამაზი, ვინტაჟური საკერავი მანქანაა. როგორც ხედავთ, აქ არის ყველა ძირითადი საჭიროება, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. და ვფიქრობ, იმ პერიოდის მუშაკისთვის საკმაოდ კარგად იყვნენ უზრუნველყოფილები. დიახ, საკმაოდ ფართოა. მომწონს ეს სახლი. ეს ღუმელს გავს. და აქ არის ზეთის ტუმბო, სხვადასხვა ნივთის საფოხად. და აქ, უკანა მხარეს, ბოლოში, გვაქვს პატარა მყუდრო საძინებელი. კუთხეში ერთი საწოლით. პატარა მაგიდა. ყველაფერი, თუნდაც საბეჭდი მანქანა ძმაო და კალკულატორი. გამარჯობა. რა? ერთი იმ ტიპიური შვედური ღუმელთაგანი ან სკანდინავიური ღუმელი უნდა თქვა. მართლა მომწონს. ლამაზია. გულისხმობ, რომ მე რომ მუშა ყოფილიყავი, სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ. მართალია. ალბათ. ბოდიში? ეს მყუდრო ჩანს. ხო. პატარა, მაგრამ მყუდრო. წარმოიდგინეთ ცივი ზამთრის დღე და აქ ყოფნა. ეს ზუსტად ისეთივეა, როგორც მეორე. ეს კიდევ ერთი სამზარეულოა. ხო. ხო, ალბათ ბინები ან რაღაცა მსგავსი. ხო. ამიტომ აქ რამდენიმე მუშა იცხოვრებდა. ხო, როგორც ხედავთ, აქ ბევრი აღარაფერია დარჩენილი. თვითონ ხერხის პირები. და შემდეგ აქვე მყოფი მეორე შენობაც დიდი ალბათობით ზუსტად ასეთივეა. კაიზერი. არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან არის ეს ბრენდი. ხო, არც მე ვიცი. კაიზერი ოდეს მეგვინახავს. ანგონია. იქ შვედურად წერია. კაიზერ ფაბრიკი, კაიზერ შლაუტრენი. ჩემთვის ცოტა გერმანულად ან შვედურად ჟღერს. ან უბრალოდ გერმანულ აქცენტს გამოვიხენებთ. ხო. შეიძლება აქცენტი ცოტა შევიცვალო ამ შემთხვევაში. ხო. მუშაკების სახლები. გულისხმობ, შვედეთი ცნობილია თავისი კარგი შრომითი პოლიტიკით და სოციალიზმით. ძალიან სტუმართმოყვარეა. ძალიან სტუმართმოყვარეა, ზუსტად ასე. კარგი.
ამ ადგილებს უკეთესი დროებიც უნახავთ. დიახ, ნამდვილად ასეა. ჯერ კიდევ დაობენ, როდის მიატოვეს ეს ადგილი ან როდის გააკოტრდა კომპანია, მაგრამ ამისგან ბევრი აღარაფერი დარჩა. ფიქრობ, მუშები შვილებსაც მოჰყავდათ, იმიტომ რომ აქ არის. გონია კი, ხო? თუ ეს მათი სახლია, ანუ რატომაც არა. ხო. ასე რომ, ალბათ რამდენიმე ოჯახი ერთად იცხოვრებდა აქ თავარ ოჯახთან ერთად. ამ ბიზნესის მფლობელები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ჩემი შვედი მეგობრები ამას სასახლეს ან ვილას ეძახდნენ. მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ზომის სახლია. მაგრამ შვედური სტანდარტებით საკმაოდ დიდია. ხო. ხო. იმიტომ რომ შვედური სახლები ძალიან პატარაა. მათ პატარა სტოვებენ, რომ ზამთარში ადვილად გაათბონ და ნაკლები ენერგია დასჭირდეთ. ეხლა ამ სახლს დავათვალიერებთ, მაგრამ ზუსტად ჩვენს უკან ტყეში არის უზარმაზარი ქარხანა და საწყობები. ვიდეოს ბოლოს იქაც შევიხედავთ, ასე რომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან. და კიდევ ხალხო, ნახეთ ესეც. დეკეის ძმების მერჩი. გადახედეთ, ბუმული აღწერაში. მზად ხარ წასასვლელად? კი, მზად ვარ. ამ ადგილის გამოსაკლებად. მე მზად ვარ. მოდი შევამოწმო. მიხარია რომ შვედეთში დავბრუნდი და აქ ცოტა გამოვიკვლევ. ძალიან აღწოვანებული ვარ ამ სახლით. მოდით შევიდეთ ამ შენობაში. მოგვიანებით ალბათ ზევით. ეხლა ამ ადგილის დერეფანში ვართ. შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადრე აქ ცხოვრები ადამიანების ქურთუკებიც კი აქვეა დატოვებული. შევიდეთ. და მაშინვე შევდივართ ძალიან ტიპიურ და ლამაზ შვედურ ოთახში. ეს იყო სასადილო. სრულიად თეთრი. ძალიან შვედური. ეს ისეთი ტიპური რამეა და ძალიან ფუნქციური და პრაქტიკული ავეჯია ესეთ ადგილებში. გულისხმობ კი, რაც უფრო მეტი თეთრი ფერია, მით უფრო მეტად ირეკლავს სინათლეს. ასე რომ მეტი სინათლე გაქვს. ზამთრის თვეები, განსაკუთრებით შვედეთის ამ ნაწილში, ძალიან კაცრია. მხოლოდ რამდენიმე საათი დღის სინათლეა. ადამიანებს სჭირდებათ ბევრი სინათლე თავიანთ ცხოვრებაში. და ეს, ჩემი აზრით, სახლის საამაყო ნაწილია. ასეც უნდა იყოს. დეკორაციით, რკოებით. ისე ლამაზია. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ლინვუდ ჰოლში ოფნისას, რას ნიშნავს რკოები. ეს მისალმების ნიშანია? ხო, სწორია. ეს მისასალმებელი სიმბოლოა. ხო. და ბოლოს აქ გააჩინეს კოცონი, როცა ბოლოს აქ ცხოვრობდნენ. თითქოს ფერფლი მთელი იატაკზეა დატვილი, რაღაც მიზეზით. მაგრამ ჩვენ ასევე არ ვიცით ზუსტად, როდის წავიდნენ აქ ცხოვრები ადამიანები, რადგან ვიცით, რომ ბიზნესი შეიძლება დაიხურა დაახლოებით 1980-იან ან 90-იან წლებში. მაგრამ ისინი, ვინც მოგვიანებით წავიდნენ, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ასეც ჩანს, ხო? სასადილო მაგიდა. მის გარშემო 4 სკამი. მოდი ამ სკამებს დავაკვირდეთ. ეს სკამები იკეას არ არის, მაგრამ ტიპური შვედური სკამებია. და ის სკამიც ძალიან მომწონს. ხო, ეს რაღაცა დივანსაწოლივით, ძალიან მაგარია. იხსნება? ხო, სავსეა პლედებით. მაგრამ მოიცა, რა? ეს უბრალოდ საწოლი არ არის. გონია რომ იშლება. ხო, შეიძლება თუ გამოათრევ. ხო, ეს საწოლია. გონია რომ თუ გამოათრევ, ჩვეულებრივ საწოლად იქცევა. არა, მაგრამ მინდა და მენახა, მართალი ხარ. ვაუ. ეს რეალურად სტუმრის საწოლად ან რაღაცა მსგავსად იქცევა. ხო, ძალიან პრაქტიკულია. მრავალფუნქციური ავეჯი. სად გვინახავს ეს ადრე? დიახ. კარგი. დიახ. ვაუ, ეს ძალიან მომწონს. მიყვარს, როცა ავეჯზე პატარა დეტალებს აღმოაჩენ. კარგია. და შემდეგ ლამაზი ნახატი ან ყვავილების სურათი ოთახს ანათებს. ესეც მრავალფუნქციური ავეჯია. დიახ, ის გადაიქცევა მაგიდად. ის ასე იშლება. და შემდეგ მთლიანად მაგიდად იქცევა. ხო, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან ჭკვიანურია. ეს ძალიან მაგარია. ეს ასევე მრავალფუნქციურია. ყველაფერი ამ სახლში. ჯერ იქ წავიდეთ? კი, წავიდეთ. წინ წადი, წადი. უფრო ღრმად. რა მშვენიერი დერეფანია. და აქ არის საკუჭნაო. უბრალოდ ბევრი რამე. მოიცადე. ეს ნახე? ეს სახლის სურათია? კი. ნახე, აქაც კი გზამატარებლის ლიანდაგს გვეთდა. და ახლა 2 მატარებლის ლიანდაგია. მაშინ კი მხოლოდ 1 იყო. აბა, რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, ხო? ამ სახლში შემთხვევითი ხის ნაჭერია.
რატომ არის აქ ორი შემთხვევითი ხის ნაჯერი? გულისხმობ ეს სახერხი საამქრო უბრალოდ კი? ეს შეიძლება უბრალოდ დეკორაცია იყოს, კი. და ეს არის რაღაც, რასაც ყოველთვის პოულობთ შვედეთში ან ხო, ჩრდილოეთის ქვეყნებში მგონი. ძალიან ტიპიურია, თითქოს სახლის დიზაინის ნაწილი იყოს. და აქედან შევდივართ სამზარეულოს ზონაში. ლამაზი, შვედური სამზარეულო, ისევ. ყველაფერი ძალიან მარტივი და ფუნქციონალურია. რა სახის სასმელი დაგვრჩა აქ? ისე ჩანს თითქოს აპირებს აფეთქებას. ხო, ძალიან, აქ თარიღიც გვაქვს. 2000, 2019, ალბათ კიდევ რამდენიმე წელი ვარდისია, მაგრამ ეს მხოლოდ 5 წლის წინ იყო. ვაუ, მაგრამ ეს ხო წყალია რა? ხო, ეს რადაც წყალია, ხო, ბევრი რამაა დატოვებული, ბევრი ვაუ, გნებავთ ორცხობილა ბატონო. გიბედავ, აიღე დენი. უკეთესი იქნება, არა ვიღო. აქ კიდევ ერთი საკუჭნავა. ეს გვერდით შესასვლელი აქვს. თუ არა, უკანა შესასვლელი. სახლში უკანა შესასვლელი. ვაუ. მაგრამ კი, ეს ტიპიური შვედური სამზარეულოა, როგორიც ბევრი გვინახავს. ეს pair servas, ხუმელი, შვედეთში დამზადებული. ძლიერ სითბოს გამოყოფდა, მაგრამ მის გარშემო კერამიკა, ხო, მართლა, აქაც სერი. და შემდეგ ყველა ქურთუკი და ყველაფერი აქვე დარჩა. და რაღაც რაც ამ ვიდეოებში ბევრჯერ აღვნიშნეთ, სამზარეულოს ზედაპირები ძალიან დაბალია. ეს იმიტომ კი არ იყო, რომ ხალხი პატარა იყო, უბრალოდ ფუნქციონალობისთვის ასე იყო გაკეთებული. მათ ბოლო ჭურჭელის და შაქარიც ჰქონდათ, რაღაცას ამზადებდნენ. ხო. მე ძალიან ცნობის მოყარე ადამიანი ვარ. შეხედე იმ თეფშებს და ჯიქებს. ეს სახლი ხელუხლებელია იმ ადამიანების შემდეგ, ვინც აქ ცხოვრობდა. მინდა რომ მეტი გავიგოთ მათ შესახებ. ძალიან ბევრი არაა. როგორც ჩანს, მათ ყველა პირადი ნივთი წაიღეს აქედან. როცა ეს ადგილი დატოვეს, რაც კარგია, მაგრამ მხოლოდ კომპანიის ნივთები დატოვეს. გასაწოდებელი სარკმელი. და ეს ფანჯარაც ძალიან მომწონს. ყველაფერი ღია, მაგარია. რატომ არის ასე? არ მოქვს წარმოდგენა. აქ უკან ძალიან მაგარი სასწორი გვაქვს. კიდევ ერთხელ დახურე. და შემდეგ აქ უკან, ამ ოთახის უკან, კიდევ ერთი სახის სასადილო სივრცეა, მაგრამ უფრო საღამოს დასაჯდომ ადგილს გავს. ვფიქრობ, და ამ ოთახში ფერები ძალიან მომწონს. აქ ფერებიც ცოტა უფრო თბილია. ძალიან, ამიტომ შეხედე ყველა დეკორაციას კედელზე. და შემდეგ ეს გავს. კი, ბოდიში პირდაპირ ამ ოთახის თავარ საინტერესო რამეზე გადავდივარ. კი, სამხერხაოს ყველა ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხის დასამუშავებლადაა, თლასა და კვეთაში, მაგრამ 100% დარწმუნებულები არ ვართ. ეს გაზომვისთვისაა. არ ვიცი ეს რისთვის გამოიყენება, შეხედე იმ უზარმაზარ ხერხის დისკოს. ამ ადგილის გასაგებად, უნდა დაბრუნდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა შვედეთი ჯერ კიდევ ძირითადად სოფლური ქვეყანა იყო და მისი უდიდესი რესურსი ტყეები იყო. ხე-ტყის ჭრა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრია იყო. გრძელი ზამთრების განმავლობაში ტყეებში ღრმად ჭრიდნენ ხეებს, ხოლო გაზაფხულის მოსვლისას დინარეები გზებად იქცეოდა. უზარმაზარი რაოდენობის მერქანი დინარის დინებით ქვემოთ მიაცულებდნენ. საშიში მორების გადაზიდვისას, რომელიც ზოგჯერ კილომეტრებზე იწელებოდა, კაცები მოძრავ მორებზე მუშაობდნენ. მორებს ვიწრო გასასვლელებში ატარებდნენ და ყოველ დღე სიცოცხლეს რისკავდნენ. პატარა ოჯახური ხერხსახერხები, როგორიც აქ არის, შვედეთის სოფლებში იყო განთავსებული. მათ ადგილობრივად ამუშავებდნენ ხეს, სანამ ის ევროპაში გაიგზავნებოდა, რაც ქალაქებისა და მრეწველობის სწრაფ ზრდას უთხოვდა ხელს. მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. დიდმა ინდუსტრიულმა ხერხსახერხებმა დაიკავეს ადგილი, რკინიგზა მდინარის ტრანსპორტი ჩაანაცვლა და პატარა საწარმოები, როგორიც ესაა, ნელ-ნელა მოძველდა. ეს საკუთრება ამ გარდამავალ პროცესში მონაწილეობდა. ის, რაც ოდესღაც შვედეთის ხე-ტყის ვაჭრობის მოქმედი კერა იყო, ნელ-ნელა დადუმდა. იმ დროისთვის, როცა ნანი აქ ცხოვრობდა, ინდუსტრია, რომელმაც ეს ადგილი შექმნა, უკვე გამქრალი იყო. კედელზე კი თხილამურის ჯოხიც კი კიდია. ეს ჯერ არ დამინახავს.
მაგრამ ეს მაგარია. და შემდეგ ისევ 4 ადამიანისთვის განკუთვნილი მაგიდა. ასე რომ შეგვიძლია დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილას დაახლოებით 4 ადამიანი ცხოვრობდა. ხო, ეს ლოგიკურია. ყველაზე სავარაუდოდ 2 მშობელი და 2 ბავშვი. ტიპური ოჯახი. აჰა, შეხედე, კიდევ მეტი სათხილამურო ნივთებია. ინიციალებით VL. კედელზე საათია ჩამოგიდებული და ქვემოთ თითქოს სახელმძღვანელო წდევს. იქ მატარებელი გადის. So many. ეს ფარანია? ხო, ასე ჩანს. აუ. არა, ელექტროენერგია აღარ მუშაობს, რა თქმა უნდა არა. მათ ეს ლამპრად გადააქციეს. ხო, და მასზე რაღაცა ძროხის ტყავი ან ცხოველის კანი აქვს გადაგრული, შეიძლება ნაცლავებიც კი იყოს. რომელიც გამჭვირვალეა. რა კიდევ გვაქვს? ქვები. ამ ორ უზარმაზარ ქვას უყურებდი. ისინი საოცარია, ხო ასე? დამოვიწყდა სიტყვა соуსი. соуსი, ხო. და აქ ზემოთაც სატეხი. ეს არის ადამიანის მკურნალობა, რომელიც ელექტროშოკმა დააზიანა, ამბობს. აქ შეგიძლიათ ცოტა შვედურად წაიკითხოთ. ალბათ ძალიან გამოსადეგია. როცა დიდ ხერხსახერხში მუშაობ, სადაც ბევრი ინდუსტრიული და ელექტრონივთია. სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ძალიან სახიფათო. და შემდეგ, რა თქმა უნდა, თითოეულ ოთახს თავისი ბუხარი სჭირდება. და ესენი. ვიცი ესენი რა არის. ო, შეგიძლია შეხედო მათ და ნახო რა. ეს იმისთვისაა, რომ ფეხები ჩადო. ფეხები ჩავდო, მაგრამ ამიხსენე. ესენი ხის ტანზე ეხვევა და მე შეგიძლია ხეზე აძვრე, ხო, ეგ არის. ერთს გამოვიდებ. ფრთხილად იყავი. ხედავ? ამას შემოახვევდი ხის ტანზე, მერე ჩაკეტავდი თავს შიგნით და შემდეგ აიწევდი ზემოთ, კიდევ უფრო მაღლა და ალბათ ზემოდან მოჭრიდი ხეს. ვაუ, ეს ძალიან მაგარია. არა, მოიცადე. არ მაქვს წარმოდგენა ეს რა არის. ხო, ზუსტად. კარგი, მივხვდი. ვაუ, რამდენი საოცარი რამე. და ესენი ალბათ თევზსაჭერი ბადეებია. ხო, ნამდვილად. კიდევ ერთი. სასმელის ბოთლი. დალევის კედელი. და აქ გვაქვს კარადა, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა ყველა ამ ნივთით. ჩიქები და თეფშები და ყველაფერი, რაც ამ სახლში საცხოვრებლად დაგჭირდებოდა. მეც ისე სავსეა ნივთებით, რომლებიც მათ წარსულს უკავშირდება, კიდევ უფრო საოცარი რაღაცები გველოდება. ის ოთახი, ხო, რაღაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ის ოთახი, ბატონო, ჯერ თქვენ გმადლობ. ხსნის მათ საქმეს. ხსნის ყველაფერს. შეხედე ამას. მე ვფიქრობ, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული მათი ყველა დოკუმენტის კრებული. მოდით რამდენიმე მათგანს გადავხედოთ. კამერას ამას არ ვაჩვენებ, რადგან არ მინდა ეს ადგილი გავამჟღავნო. უბრალოდ ჟურნალებია. ეს უბრალოდ ათასობით და ათასობით ჟურნალია, რომლებიც აქ დარჩენილია. 1986. 1986. ეს უბრალოდ ჟურნალების კოლექცია. რა გაქვს იქ? არა, უბრალოდ ფოტოებია, მაგრამ მოდი. ხო, გნახე ფოტოებს რო უყურებდი, ვიფიქრე. უბრალოდ მინდა თარიღები ვნახო იქ 2000. ხო, ქარხანა ალბათ 90-იანებში მიატოვეს და მერე სახლი სადღაც 2000-ებში დატოვეს. ეს არის 1982. რატომ უნდა შეინახათ ეს ყველაფერი? მართლა, როგორც თქვით, ბევრი არაფერია. არა, აქ არის ამ ადამიანების სურათები. მართლა? ხო. ო, ძაღლი, შეხედე. საყვარელია. იქ არის ძაღლის ფოტო, ძაღლის. 1997, ეს არის რკინიგზის გზა. ნახე, ეს ალბათ ადამიანების სურათია. ისინი ძალიან შვედურად გამოიყურებიან და ეს სახლის გარეთ ამხარეა. ეს კი აივანი. ვაუ, აქ მართლაც ბევრი სურათი დარჩენილა. ეს მისაღები ოთახია. ხო, ეგ არის. ეს არის შპალერი მისაღებ ოთახში. არ ვიცი ეს ჭაღი სად არის. აქ აღარ არის. გულისხმობ, ჯერ კიდევ ბევრი სურათი დარჩა აქ.
აი აქ კაცი დგას რკინიგზის ლიანდაგზე. რკინიგზის ლიანდაგი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. ფოტოალბომები მათი უმეტესობა ხეს ეხება, როგორც ხედავთ. ხო, აზრი. მაგრამ ხო, მეგონა რომ ეს სახლი იყო ემოციების გარეშე, ან ადამიანების გარეშე. მაგრამ უკვე ვიპოვეთ რამდენიმე ბოლო მოგონება, რაც აქ დარჩენილა. და ესეც ძალიან საინტერესო იყო. და უკვე გადავხედეთ მათ. და ყველა ისინი პალესტინას ასახავს. და აქ რასაც ვხედავთ, ეს მათი სამუშაო მაგიდაა და ალბათ აქედან აწარმოებდნენ თელ თავიანთ საქმიანობას. ეს ყველა ჟურნალი. რატომ ქონდათ ამ ადგილას ამდენი ჟურნალი? მოწყენილობის გამო, არ ვიცი. ალბათ წლების განმავლობაში შეგროვებული იყო რაღაც კალენდრები და ყველაფერი. მართლა მაგარია მაინც. და იმ კუთხეში. რა? ეს არაც ახის საკერავი მანქანაა, მაგრამ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს სხვა ტიპის საკერავი მანქანაა. ანალოგურს გავს. მე მგონია ეს უფრო ინდუსტრიული საკერავი მანქანაა. მერთო. ეს ძალიან გამძლე ტიპია. ეს მართლა ძალიან ძველია. ნახე ეს. სეც გამოსახული გერბი საოცარია. ეს არის პატენტი. ელასტიური. ელასტიური. ელასტიური ნიმუში, მგონი ასე წერია. ეს ძალიან მძიმეა დასატრიალებლად. ძალიან მძიმეა დასატრიალებლად. და აქ გვაქვს პატარა დასაჯდომის სივრცე კიდევ რამდენიმე შემთხვევითი ნივთით. და რა თქმა უნდა, რა არის შვედეთის საქანელა სკამის გარეშე? დავაბიჯე. ფრთხილად იხავი, კარგ მდგომარეობაში არ ჩანს. ეს შორს წარსულში მიდის. მართალია. აქ უფრო დასასვენებელი სკამია, ვიდრე საქანელა სკამი. მაგრამ მე მიყვარს ეს. ასე რომ, შვედეთი ძალიან გავს შეერთებულ შტატებს. იქ ყოველთვის აქვთ საქანელა სკამები. აქედან. და აქედან შევდივართ სახლის საუკეთესო ოთახში. ეს ალბათ ის ოთახი იყო, სადაც ისინი ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ. მაგრამ ეს ადამიანები ძალიან მუსიკალურები იყვნენ. ამ ოთახში ძალიან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი აქვთ. კიდე გაჩვენო, როგორ უნდა დაუკრა პიანინოზე სინამდვილეში. ვაუ, ამაზია. მაგრამ ვფიქრობ, მაინც ძალიან მაგარია, რომ ეს ყველაფერი აქ დარჩა. სტოკჰოლმი. ვაუ. ჩვენ არასდროს გვინახავს ჰოფმანი სტოკჰოლმიდან. არა, ასე არ მგონია. დარწმუნებული ვარ, არც მე მინახავს. ჯერ კიდევ ასეთ კარგ მდგომარეობაშია. შეგიძლია უფრო მეტად გახსნა. კი, შეგიძლია ბოლომდე გახსნა. ადამიანებისთვის, რომლებმაც არასდროს უნახავთ პიანინოს შიდა მექანიზმი. ეს იყო ყველაფერი. ეს გავს პატარა ჩაქუჩებს, რომლებიც სიმებს უთლამენ. ზუსტად ასე. აქ ხედავთ იმ შპალერს, რომელიც ახლახან ნახეთ იმ სურათში, სადაც ქალი იდგა. ის კონტური. აქ კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტის ნაწილია. არ ვიცი რა არის. ესეც პიანინოს შიდა მექანიზმს გავს. და ალბათ ეს გიტარის ყუთია, რომელიც აქ გვაქვს. ან შენ მეტი წარმოდგენა გაქვს ამაზე? ხო, ანუ ყველაზე მეტად ალბათ გიტარის ყუთია. ნახატებია ყველგან. ეს ძალიან მომწონს. ძალიან შვედურად გამოიყურება. ხო. მაგრამ იქ უკან ნახატები იყო. ქალი ტიროდა. შეხედე ამას. ეს მათი დასასვენებელი სივრცე იყო. უკვე შეამჩნიე. დიახ. ხო? გულისხმობ. გატეხილია, მაგრამ მაინც. ეს ისეთი იშვიათი ინსტრუმენტია, ასე მიტოვებული რომ იპოვო. ძალიან ზვიადღირებული ინსტრუმენტია, ხო და? სასიამოვნო დასაჯდომის სივრცე აქვს, ორი სკამით. ძალიან მყუდროდ გამოიყურება. და შემდეგ გრძელი სკამი რადიატორთან. საოცარია. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. არ მგონია ეს ნამდვილი იყოს. შეიძლება იყოს. ნიკელი. ხო? ეს არის 1880 რაღაც. 1888. ვაუ. ეს ძალიან კალბი ჩანს. მაგრამ არ ვიცი. აქ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ვიგამათეთ ამაზეც. გიტარა ოდესმე ესეთი გინახავს. შეიძლება გამოვიყო? კი, გამოიჟეგთ, ხო?
მაგრამ მგონია რომ მინახავს. ეს სით არის მსგავსი ხომ არ არის? არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა დაუკრა ეს. მგონი ასე უნდა დაიჭირო. ხო? და მე ალბათ სადმე უნდა დაასვენ. ეს მაგარი ინსტრუმენტია. ძალიან უნიკალურია. საერთოდ გიტარას გავს, აქედან ფრეტები აქვს, მაგრამ შემდეგ. ჩვენ არ ვიცით როგორ ახსნათ ეს. შეიძლება ფრეტების garaშე სიმები აკორდებისთვის ან ბასისთვის იყოს? თუ რომელიმე შვედმა ან სკანდინავიელმა იცის ამის შესახებ, აუცილებლად შეგვატყობინეთ ქვემოთ კომენტარებში. იმიტომ რომ, ხო, ეს ისეთი რაღაცებია, რასაც ხვდები, მაგრამ ვერც კი ხსნი. ისინი ძალიან მაგრები არიან. ეს არის ნახატი 1928 წლიდან. ოქროს ჩარჩო მის გარშემო. და როცა ვთქვით, რომ ამ სახლში სიტყვასიტყვით ყველაფერი დარჩა, სწორედ ამას გულისხმობდით. ის ხელით გამოკვეთილს გავს. მერტო ჩემო. დიახ, ეს სპილოს ძვალი ან რაღაც მსგავსი უნდა იყოს. ესეთი ნაზია. არ ვიცი, შენ იცი როგორ გამოიყენო ეს. ასევე ქვემოთ თეფშები და ჩაის სერვიზი. მართლა მაგარია. ეს იყო ამ ხალხის ყველაზე საამაყო ნივთები. ისინი ამას მხოლოდ განსაკუთრებულ დროს გამოქონდათ. მაგიდა მის გარშემო 3 სკამი. ჰოველთვის ფანჯარასთან. ხო, მზის შუქი. ხო, ის პატარა სინათლე, რაც მათ აქვთ. ხო, მაგრამ გინახავს რომ მათ არ აქვთ. უბრალოდ დიდი სანათი არ აქვთ. არა. ეს ცოტა უცნაურია რა? ჩვენ ხედავთ იქ და ვხედავთ კედელზე ჩამოკიდებულ სანათებს. ხო. და ხო. ბოლოს რაც მინდა ამ ოთახში გაჩვენო, ეს არის პატარა პუფი. მართლა ძალიან მომწონს. კარგი. მაგარი სახლი. ძალიან. ზემოთ? მაგარია. ხო. წავიდეთ. უკვე ნახე ეს ლუკი აქ ქვემოთ. ხო? გონია რომ აქ ქვეშ ძალიან პატარა სარდაფია. ვაუ. ფრთხილად. წითელი შხამი. 2002. ჩავდო უბრალოდ კამერა. კი. აქ შესვლა არ მჭირდება. მეტია. მიწაში ქვა. მაგრამ ის ძალიან პატარაა, რომ შიგნით გაიარო. ეს უბრალოდ ტექნიკური სივრცეა. კარგად ხარ. ხო, კარგად ვარ. უბრალოდ ამას დავხურო. ეს სინამდვილეში ძალიან ძიმეა. ის ხე, რითიც იატაკია გაკეთებული. გულისხმობ, ასე უნდა იყოს. ხო, ეს სახლები წარმოუდგენლად მტკიცე დააშენებული. სასაცილო იქნებოდა, რომ ეგრე არ ყოფილიყო. კარგი, ავიდეთ ზევით. მოდი საძინებლები ვაჩვენოთ. აივანი კიდეც არის. შეგვიძლია იქაც გავიდეთ? არა. ეს ის აივანია, რომელიც სურათზე უკვე გაჩვენეთ. ხო, ხედავთ. და თქვენს უკან სველი წერტილი. ხო, ძალიან პატარაა. შეგიძლიათ შიგნით შეხვიდეთ და უბრალოდ ეს აჩვენოთ. ტუალეტი. არაფერი განსაკუთრებული. არაფერი განსაკუთრებული. აქ ადრე საშაპე იყო, მაგრამ მეტი არაფერი. მომწონს ეს ადგილი აქ ზემოთ. ვფიქრობ, ისინი აქაც ატარებდნენ დროს. განსაკუთრებით ვარჯიშისას. ვიღაცამ ამ ველოსიპედით 185 კილომეტრი გაიარა. კარგია. მოდით ნახოთ. ესეთებს ხშირად ხედავთ მიტოვებულ ადგილებში. ხო, მართალია. და განსაკუთრებით ჩtildeოეთში, იმიტომ რომ თუ სახლში ხარ გამოკეტილი, რაღაც მაინც უნდა გქონდეს. საჭიროა რომ ოჯახთან ერთად რაღაც გააკეთო, ხო? არა, ეს ოჯახთან ერთად არა, მარტო. გინდა ჯერ იმ ოთახში შევიდეთ? კი. წავიდეთ. კი, ეს არის თავარი საძინებელი მგონი. 2 საწოლი ერთმანეთის გვერდით. ეს ხშირად გვხდება შვედეთში. სინამდვილეში, სადაც საწოლი კედელშია ჩაშენებული, ზუსტად როგორც საფრანგეთში, ზემოდან ფარდებით, მაგრამ შვედურ სტილში. ეს ძალიან მარტივი ავეჯია. თუნდაც ეს Some clothes. სვიტერი, რომელიც აქ კიდია, ისევ ლამაზი სვიტერია. საწოლი ისევ გაწყობილია. ბალიში ისევ ზევით დევს. დაუსაჯერებელია. სხვა მატარებელში გადადი. ეს უკვე მეხუთეა, ან რაღაცა მსგავსი. მათ მთელი ტანსაცმელი აქ კარადაში აქვთ. რადიოლა. რა ბრენდია? რილაკები? კრისტალებს გავს. კედლის სანათები პატარაა. რა თქმა უნდა, მთელი საწოლის თეთრეულია. კარგი. მოდით ნახოთ კიდევ რა ოთახები გვაქვს აქ ზევით. ეს ლამპაა? ალბათ კი. ალბათ კი.
ეს ოთახი ჩემი ერთ-ერთი საყვარელია. ისეთი კარგია. ზემოთ. ისეთი მყუდრო ოთახია. ვგულისხმობ ამ ოთახში თავს პრინცესასავით იგრძნობდი. ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ ბავშვისა, ვინც ამ სახლში ცხოვრობდა. ვაუ. ნახე, როგორ არის ეს საწოლი მოწყობილი ორივე ბოლოში ამ ბალიშებით. ეს ბევრად უფრო კომფორტულად გამოიყურება. საწოლი ისევ დალაგებულია. მე ძალიან მომწონს. თავად საწოლის ჩარჩოც. კი. ჩემთვის ძალიან იტალიურია თუ გულწრფელად ვიტყვი. გულისხმობ ლითონს, ხო? ლითონის დამუშავება. ხო, ჩვეულებრივ ხეს იყენებენ, მაგრამ ხო. ძალიან არატიპიურია შვედეთისთვის. Die Geschwister, ეს გერმანულია. ხო? ეს ნიშნავს დებს. კარადების აწყობა. ბავშვების სათამაშოები ჯერ კიდევ იქ აწყვია. კი, ძალიან ბევრი. ძალიან საყვარელია. და აქვე, ოთახის კუთხეში, გვაქვს ბავშვის აკვანი, იმავე სტილში, როგორც ეს საწოლი. და ესეც ერთ-ერთი იმ გამოღებადი საწოლებიდანა, როგორც ხედავთ. ის ფართოვდება წლების განმავლობაში, როცა ბავშვები იზრდებიან. ამიტომ არ გჭირდებათ ახალი ავეჯის ყიდვა. დალასი? ამდენ საკერავ მანქანას, რომლებიც აქამდე არ გვინახავს, პირველად ხედავთ. ეს ის მანქანაა იქ? რა? ვაუ. ძალიან ლამაზიც არის. ხო. კარგით. გულისხმობ ერთ-ერთ ნიღაბს. კერმიტი. მიყვარს ეს ოთახი. მართლა ძალიან მიყვარს ეს ოთახი. მომკევით ბატონო. ხო, იატაკი ბზარავს. უნდა გავაზვიადო ეს. ეს კიდევ ერთს გავს. ბავშვების ოთახი აქ არის, ან ნამდვილი ბავშვების ოთახები. ხო. დიახ, აბსოლუტურად. გულისხმობ, ეს ისეთი მყუდროა. აი ანბანი ზევით რო არის. ხედავ დამატებით ასოებს შვედურში. მაგრამ მათ ამაზე მეტი ასო აქვთ, ხო ასეა? ხო აქვთ. მას უყვარდა კატები. და მე მიყვარს ეს ყვითელი აქცენტები კიდე. უბრალოდ ყველგან ყვითელი და ყველგან კატები. ეს ძალიან მომწონს. კატების ნაქარგობა. ბავშვების ოთახი. დიპლომი. და ეს არის 1971 წლიდან. ვაუ. და ეს არის არა თინა ცდები. თინა. და ეს არის ის. მე მჯერა რომ მისი საბაზისო სკოლის დიპლომი 1982 წლიდანაა. ასე რომ ეს იყო თინას ოთახი ხალხო. და მისი კაბებიც და ჯამბაზის ნიღაბიც ისევ აქ კიდია. აქ ისევ დაწარეს, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად წავიკითხე. თინჯა. წერია ტანია. ხო, მაგრამ შვედურად იტყოდით ტუნია. არა. ტანია. იქ ეწერა ტინა. და აქ წერია ტინია. ხო, ეს უცნაურია. ასე რომ ცოტა უცნაურია, სხვანაირად წერია. რა ფერადი ნახატია. მაშინ ძალიან პატარა იყო. ხო. კარგი. ჰეი, ძალიან მაგარი შვედური არტეფაქტის წინ. აიქია. მოდი აქეთ. შეხედე ამ ოთახში. შეხედე ოთახის კუთხეში აქ. ვაუ. საოცარი ორგანია. გონია რომ ამ სახლში ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. ხო? სამთრის თვეებში გართობა აუცილებელია. ხო. რას გააკეთებდი ასეთ ცოტა დღის შუქში? გონია რომ ყველა შვედი თხილამურებით სრიალებს და მერე სახლში ხდებიან. ისინი თხილამურებით სამსახურში მიდიოდნენ. თუ ვინმე ცხოვრობს შვედეთში და ამ ვიდეოს უყურებთ, უბრალოდ შეგვატყობინეთ. როგორ გაატარებდით ამდენ დღეს, ალბათ თვეების განმავლობაში სიბნელეში. შეხედეთ ამას. დათვები. რატომ არიან დათვები შვედეთში? კარგი კითხვა, არ ვიცი. კარგი, აქ ერთია. ხო, სწორია. საოცარია რომ აქ ამდენი მოგონებაა. სურათები, რომლებიც მათ დახატეს. სათამაშოები, რომლითაც ისინი თამაშობდნენ. ეს ძალიან სათამაშო ოთახია. ეხლა ყველაფერი უკან დარჩა. შეხედე ამ ბარათს. ნახე რა კარგად არის აშენებული.
ჯერ კიდევ ხის და მეტალისგანაა გაკეთებული. დღეს ეს რამე მთლიანად პლასტმასისგან იქნებოდა გაკეთებული. მართალია. ჩვენ ცხოვრობთ პლასტმასის ფანტასტიკურ სამყაროში. მინდა დავბრუნდე ისე, როგორც ადრე იყო. ნახერალამაზია სათამაშოები, რომლითაც ბავშვები ადრე თამაშობდნენ. ხო, ეგ პლასტიკია. შენ პლასტიკის ნივთებზე მიუთითებ. წერი 1976 წელი. შვედეთის ძალიან ზუსტი გამოსახულებებია. ეს სრულიად შვედეთია. ქერა გოგონა და უკანა ფონზე წითელი ყვავილებიანი სახლი. შემოდგომაზე ასე ლამაზად გამოიყურება. კიდევ რას ისურვებ, როცა შვედეთზე ფიქრობ? კარგი. და შემდეგ აქ ბოლომდე უნდა მივიდეთ. ო, ტანსაცმლის პრესი. ალბათ ჯერ კიდევ მუშაობს. მინდა დავატრიალო. გონი ეს საკერავი ოთახია. ხო, ნამდვილად. ხო. აქ პატარა შობის სცენა ან რაღაც მსგავსი. ხო, საყვარელია. გატეხილი, მაგრამ აქ ძაფებია ხის ჩხირებზე. საკერავი მანქანა ჯერ კიდევ აქ არის. მუსკევანა. კლავშვედური. ძნელად გითხულობ, მაგრამ ხო. გონია რომ ესეც ადრე საძინებელი იყო. შეიძლება. შეიძლება აქ საწოლი იდგა, მაგრამ ალბათ გადააკეთეს. კარგი. ლამაზი სახლია, ხო ასე? მიყვარს ეს. კარგია, შვედეთში დაბრუნება. ვიღებთ რეალურ ისტორიებს ადამიანების შესახებ. კარგი, ეხლა დროა გაჩვენოთ მათი ბიზნესი და წავიდეთ გარეთ. მიყვარს გარეთ ყოფნა შემოდგომაზე. ისე კარგია. მიყვარს შვედეთი შემოდგომაზე, უბრალოდ იდეალურია. ფიქრობ ეს ძალიან მაგარია, რომ ამ ადამიანებს თავიანთ სახლში ჰქონდათ სამუშაო. მაგალითად, ისინი უბრალოდ დიახ და არა. მათ უბრალოდ უნდა გასულიყვნენ შესასვლელი კარიდან და აქ სამსახურში ფეხით მისულიყვნენ, მაგრამ ეს უნდა გაჩვენოთ. დიახ, კიდევ ერთი მატარებელია ხალხო. რამდენი აქ? კარგი, მოდი აქედან გავიაროთ და მე რა ყველა გავაგზავნოთ გზა. მზე ძალიან მკვეთრია. ეხლა ის დროა წლის, როცა მზე სულ დაბლაა და პირდაპირ სახეში გინათებს. მაგრამ უკვე შეგიძლიათ დაინახოთ სახეხი ქარხნის კონტური და არ ვიცი რატომ არის აქ ასეთი დიდი საკვამური. ეს არის ნაკვეთის უკანა მხარეს, როგორც დრონის კადრებშიც ნახეთ. და სინამდვილეში ამ ნაკვეთზე რამდენიმე შენობაა განთავსებული. ამ ხალხს უზარმაზარი მიწის ფართობი ჰქონდა, აქ როგორ უნდა გავიაროთ? აი კარი. ზე ისეთი მკვეთრია, ძლივს ვირებ ამას მგონია. შეხედე ამ საკვამურის ზომას. ხო? ეს უზარმაზარი ქარხანაა. შეხედე. ეს მატარებლის ვაგონების ნაწილია. ხო. ეს მატარებლის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი, შევიდეთ აქ. ამ ადგილს მუშები 10 წლეულებია არ უნახავს. აქ შემოსვლისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველაფერი ძალიან ძველია. ფრთხილად იყავი. მგონი იატაკი ოდნავ ჩანგრეულია. თითო შევიდეთ, ძალიან მყარი არ ჩანს. ეს ის ოთახია, სადაც საკვამური არის მიმაგრებული. საკვამური პირდაპირ გარეთ არის. მაგრამ რისთვის გამოიყენება ის? არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. გამოიყურება როგორც ქამრები, რომლებიც ხერხებს და ყველხებს და ყველაფერს ამუშავებენ. ხედავ, აქ გვაქვს რაღაც სახის სახეხი ბორბალი. ხო. ეს მანქანები უძველესია. და შემდეგ ის უზარმაზარი ძრავი იქ. ან თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძრავია. ამას სარტყელი ამოძრავებდა და მოძრაობა აქედან გადადიოდა. ვიცი, რისთვისაა ეს საკვამური. ეს ორთქლის ძრავის გასამუშავებლადაა. მერე ორთქლის ძრავა ამას ატრიალებდა და ყველა მანქანას ატრიალებდა. და ალბათ ორთქლის ძრავა იმ ოთახშია, აქ გვერდით, ან საერთოდ სხვა ტიპის ძრავა. არ გულისხმობ, რომ მხოლოდ ორთქლის ენერგია იყო, მაგრამ ხო. რაც აქ გვაქვს, ჩემთვის უცნობია. სრულიად უცნობია. და აქ ყველგან ინსტრუმენტები იქნება. ხო. კი, კარგი. წავიდეთ უფრო შორს და ვნახოთ. საოცარია.
შეგიძლია იქ დარჩე. უბრალოდ მინდა გაჩვენო ეს გამოთვლები, რაც აქ დაწევეს. არ არსებობს. ხო, ბევრი მათგანია. ეს ალბათ საოჯახო ბიზნესია, რომელიც თაობების განმავლობაში ფუნქციონირებდა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მამიდან შვილზე გადადიოდა და მთელი ოჯახი აქ მუშაობდა. მგონი იმ ფიცარზე დგახარ, რომელიც მალე ჩაინგრევა. ოჰ, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა მარხილი. შეხედე ამას. ვაუ. ეს უზარმაზარია. უზარმაზარი მარხილია, კარგი. და აქედან გადადიხარ თავარ ნაწილში. ეს სახერხია. ალბათ იქ ფიცრებს დაჭრიან. მეტად ბევრი აღარ დარჩენილა. ჯერ კიდევ ყველგან ნახერხია დაყრილი. ხო. ეს რა არის? ეს ხო ადამიანით მართვადი არ არის. შეიძლება ერთი ზემოთ იყოს და ერთი ქვემოთ და ისინი ხო. ყველაფერი ასეა. შეიძლება ზემოთ ნახო. ფრთხილად იყავი. არის რამე სანახავი ზემოთ? არც ისე. სრულიად ცარიელი სივრცეა. არა, უბრალოდ მეტი სამუშაო სივრცეა. ეს სახიფათო საქმეა. ვაიმე, ვიღლები უკვე. ხო. უნდა წავიდე სპორტ დარბაზში, ან? ეს შენი სპორტ დარბაზია. დიახ. ძალიან მაგარია კალა. ადამიანები აქ ყოველ დღე მუშაობდნენ. შეხედე აქეთ. აქ ფანჯარა. ის სხვა ოთახში გადის, რომელიც სავსეა მანქანებით. ო, ესენი მაგარია. აქ ისინი კვეთდნენ და ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ხის ნაკეთობებს. მოდით ნახოთ კიდევ რა შეგვიძლია ვიპოვოთ ამ ფერმაზე. ფერმა. ისეთი. ხო, შეიძლება ვნახოთ. ცოტა ფერმას გავს. ძალიან ბევრი რამაა იატაკზე დაფრული. კარგი. მოდი ვნახოთ. მოდი აქეთ. ეს შენობა მთლიანად ჩამონგრეულია. მაგრამ ეს არის ორთქლის ძრავა, რომელიც ამ შენობის შიგნით ყველა მანქანას ამუშავებდა. გონი ჩვენ ვერც კი შევძლებთ ამას სწორად ვაჩვენოთ. მაშინ აქედან ავამუშავებთ. შეხედე ამას. და შემდეგ მილები ყველგან გადიოდა. ალბათ მთელ ოპერაციას ორთქლის ენერგიით ამარაგებდა. მაგრამ ხო, ყველაფერი დაიშალა. ყველანაირად იშლება ყველაფერი. ხო. კარგი. ოჰ, ეს სულ იშლება. ხო. ნოე. თილტრადე ვერბოდენ. ეს ნიშნავს, რომ შესვლა აკრძალულია. მაგრამ ეს ბოლდროინდელი არ არის, ეს 10 წლეულების წინ არის განთავსებული. ალბათ ნგრევის საფრთხის გამოა. ხო, შიგნით ძალიან საშიში ჩანს. ო, საცავი, ან რაღაცა მსგავსი. ხო, ასე ჩანს. ყველა ნაჭერი აღადგინეთ, რაც გააკეთეს. ხო. და ალბათ კიდევ უფრო და უფრო ღრმად გრძელდება აქ. ესენი მატარებლის ვაგონის ნაშთებია. ფიქრობ, რომ მატარებელი მართლა აქ მოვიდოდა, იმიტომ რომ რელსები სადღაც იქა. არ ვიცი, აზრი ექნებოდა, რომ აქაც ყოფილიყო რელსი. მერე აქ გადაუხვევდა და ალბათ აქვე დატვირთავდნენ. ხო, რაღაცა მსგავსი. შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის საცავი, სადაც ინახავდნენ ყველა ფიცარს და ყველაფერს, რასაც ამზადებდნენ. და აქ კიდევ დარჩენილია მათი მასალების ნაწილი. ეს არის ის, რაც მათ სახეხსაამქროში დაამზადეს. 1000-ობით და 1000-ობით ხის ნაჭერი და რა საინტერესო გამოკვლევაა. სიგიჟეა. ხო. თითქოს მთელი საოჯახო ბიზნესი, მისი ისტორია და ყველა ემოცია და მოგონებაა აქ დარჩენილი. შოდეთო, შენ შესანიშნავი ხარ. დიდი მადლობა ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კარგი კომენტარი და ასევე ეწვიეთ Bros of DK-ს ვებგვერდს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ საოცარი პროდუქცია. შევხვდებით მომავალ კვირას კიდევ ერთი საოცარი ვიდეოთი მსოფლიოს რომელიღაცა კუთხიდან. ნახვამდის.